მოგესალმებით, თქვენ უსმენთ სანდროს პოდკასტს, გადაცემას, სადაც საუბრობთ ფეხბურთზე, დიდ შეხვედრებზე, საინტერესო მოვლენებზე და რა თქმა უნდა ლეგენდებზე, რომლებსაც ფეხბურთი ქმნის. დღეს განსაკუთრებული თემა გვაქვს სასაუბროდ არჩეული 2025 წლის ოქროს ბურთის შესაძლო გამარჯვებულები, ვინ არიან ისინი, რა ფორმაში არიან თუ არა მზად რომ მიიღონ ეს ტიტული, ვინ გამოირჩევა ინდივიდუალური სტატისტიკით და ასე შემდეგ. ასევე განვიხილავთ, ვის აქვს საკმარისი გუნდის წარმატება, რომ გაძლიერებულად იბრძოლოს ამ პრესტიჟული ჯილდოსათვის. როგორც იცით, ოქროს ბურთი არ არის მხოლოდ გოლებისა და ასისტების ჯილდო, ის ასახავს ფეხბურთელის გავლენას გუნდზე, ტიტულებს, ლიდერობას და ზოგად გავლენას მსოფლიო ფეხბურთზე. წელს კი კონკურენცია განსაკუთრებული დაძაბულია, რადგან რამდენიმე სუპერვარსკვლავი უკვე წყობშია და ელოდება ამ ჯილდოს, თუმცა ასევე ახალგაზრდები ძლიერად არიან ასპარეზში ჩართულნი. წლევანდელი 2024-2025 სეზონი დასასრულს უახლოვდება, ტოპ 5 ლიგაში პრემიერ ლიგის, ლა ლიგისა და ლიგა 1-ის ჩემპიონები უკვე გამოვლიდნენ, ინტრიგა კი მხოლოდ სერია A-შია დარჩენილი, სადაც სკუდეტოსათვის ნაპოლი და ინტერი იბრძვიან, წინ გველოდება ჩემპიონთა ლიგის და ევროპა ლიგის და ასევე კონფერენციის ლიგის ფინალებიც, რასაც მომდევნო თვეში მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატიც მოყვება. ამ თემაზე სულ უფრო და უფრო მეტ საუბრობენ, რაც ლოგიკურია, რადგან ბოლო წლებისგან განსხვავებით წელს რამდენიმე ფავორიტი გვყავს და გავლენიანი უცხოური მედიები ამ ყველაფერზე მრავალ სტატიას გვთავაზობენ, ერთ-ერთი უცხოური მედიის პროგნოზით PSG ჩემპიონთა ლიგის მოგებას თუ მოახერხებს 2025 წლის ოქროს ბურთის მთავარი კანდიდატი აუცილებლად ფრანგი ფორვარდი უსმან დემბელე იქნება. 28 წლის ფრანგი ფეხბურთელის ანგარიშზე არის ამ სეზონში 33 გოლი და 13 საგოლე გადაცემა. უსმან დემბელეს შემდეგ ხუთეული კი ასე გამოიყურება ოქროს ბურთის კანდიდატებს შორის. მეორე ადგილზე ახალგაზრდა 17 წლის ლამინ იამალია, შემდეგ მისი თანაგუნდელი ბრაზილიელი შემტევი რაფინია, შემდეგ პრემიერ ლიგაში მყოფი ლივერპულის ეგვიპტელი ფორვარდი მო სალაჰი და შემდეგ პარი სენ-ჟერმენის იტალიელი მეკარე ჯანლუიჯი დონარუმა. განიხილება ამ შემთხვევაში მეორე ვარიანტიც PSG თუ ჩემპიონთა ლიგის მოგებას ვერ მოახერხებს, ოქროს ბურთის გამარჯვებული აუცილებლად ბარსელონას ფეხბურთელი იქნება, თუმცა არ ვიცით კონკრეტულად რომელი, რადგან აქ თანაბრად აქვს შანსი ლამინ იამალს და რაფინიას ზემოთხსენებულ ადამიანებს. რაფინიას და ლამინ იამალს საოცარი სეზონი აქვს, მათ მოიგეს კოპა დელ რეი, მათ პირველ ადგილზე დაასრულეს ესპანეთის ჩემპიონატის, ანუ ლა ლიგის ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან, ორივე ლიდერი იყო გუნდის და მეორე ვარიანტი, სადაც PSG ვერ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას, სწორედ ეს ორი ადამიანია ფავორიტი. მათი სტატისტიკა ასეთია, ბრაზილიელმა, ანუ რაფინიამ ამ სეზონში 34 გოლი გაიტანა, რასაც 25 საგოლე გადაცემა დაუმატა, რაც შეეხება 17 წლის ვუნდერკინგს უნიჭიერეს ესპანელს იამალს, ანგარიშზე 17 გოლი და 25 საგოლე გადაცემაა. იმის მიუხედავად, რომ ინტერმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა მოახერხა და შესაძლოა მოიგოს კიდევაც, გავლენიანი გამოცემები ნერაძურის ფეხბურთელებს ხუთეულში მაინც არ ასახელებენ, მაგალითად ლაუტარო მარტინეს, რომელსაც საოცარი სეზონი აქვს, თუმცა ეს არ არის საკმარისი, რომ ფეხბურთელმა ოქროს ბურთის ჯილდო დაიმსახუროს. რა თქმა უნდა, მხოლოდ კარგი სტატისტიკის გამო ფეხბურთელი ოქროს ბურთს ვერ მოიგებს, რაც ვისაუბრეთ ლაუტაროს შემთხვევაში და ბევრი რამ ამ სეზონში მოპოვებულ ტიტულებზე იქნება დამოკიდებული, თუმცა ზემოთხსენებული ფეხბურთელების გამორჩევა მათი საოცარი სტატისტიკების ფონზე მაინც აუცილებელია. გავლენიანი გამოცემა გიუმი სპორტი ხელოვნური ინტელექტის დახმარებით 2025 წელს ოქროს ბურთის ტოპ 10-ში ადგინა. დღევანდელი მონაცემებით, რა თქმა უნდა, ხელოვნური ინტელექტის აზრით ოქროს ბურთის მოგების მთავარი ფავორიტი კატალონიის ბარსელონას შემტევი რაფინია, ხოლო მეორე პოზიციაზე უსმან დემბელე იმყოფება. ასევე საინტერესოა მსოფლიოს ლეგენდის, რომელიც დღეს ღეობით თბილისში იმყოფება და რამოდენიმე დღის წინ ლეგენდების მატჩზეც ითამაშა, საუბარია რონალდინიოზე, რა თქმა უნდა, მისი აზრით 2025 წელს ოქროს ბურთის მთავარი კანდიდატი, თანამემამულე და კატალონიის ბარსელონას ფეხბურთელი რაფინია იქნება. დღეისათვის სულ ეს იყო
ვისაუბრეთ წლევანდელ კანდიდატებზე. ასე რომ მეგობრებო, ნამდვილად საინტერესო იქნება 2025 წლის ოქროს ბურთისთვის ბრძოლა, არჩევანი მარტივი ნამდვილად არ არის, ინდივიდუალური სტატისტიკა, ტიტულები, სანაკრებო წარმატება, ყველაფერი უნდა იყოს გათვალისწინებული. საინტერესოა თქვენ რას ფიქრობთ, ვინ მოიგებს ოქროს ბურთს? გაგვიზიარეთ აზრები კომენტარებში. მადლობა რომ ვიყავით ჩემთან. მე ვარ სანდრო, ეს იყო სანდროს პოდკასტი და მომავალ შეხვედრამდე.